საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. სატანისა და ვამპირების ეპოქა. თუ რატომ დავარქვი ასე, რა თქმა უნდა, ამას თქვენ გადაცემის მსვლელობისას გაიგებთ. ბევრი რამ მოხდა ამ ბოლო დღეებში მსოფლიოში, ისეთი მნიშვნელოვანი, რომელიც რა თქმა უნდა ყურადღების ღირსია და მიმოვიხილავთ კიდეც მარტო ტრამპის ინაუგურაცია არ ადგილს, საიდანაც მიპყრობილი იყო მთელი მსოფლიოს ყურადღება. მიუხედავად ამისა, სულ სხვა თემით დავიწყებ ამ გადაცემას. ჩემი გადაცემიდან ერთი პატარა ჯგუფი არსებობს, რომელიც იღებს ხოლმე გარკვეულ სიუჟეტებს, გარკვეულ მონაკვეთებს და სოციალურ ქსელებში განათავსებს. ძირითადად Facebook-სა და TikTok-ზე. სამწუხაროდ ერთ-ერთი სიუჟეტი ამასინათ TikTok-მა დაბლოკა. ჩვენ მიჩვეული ვართ იმ აზრს, რომ ცენზურა არსებობდა საბჭოთა კავშირში, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ეპოქაში, სადაც სიტყვა და გამოხატვა არის თავისუფალი. მაგრამ რეალურად ვაწყდებით სხვა სურათს. ვინაიდან TikTok-მა ასე გააკეთა, ჩემი ერთ-ერთი სიუჟეტი დაბლოკა, მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ეს სიუჟეტი. სატანა მეთქი რომ ვახსენებ, ცოტა მერიდება კიდეც, მაგრამ სხვა არაფერია დარჩენილი. სატანამდე აღარაფერი აღარ არის დარჩენილი, ეს არის სატანა. შეშლილი, ჭკუაზე შემცდარი, ზნეობა დაკარგული, სახე დაკარგული, ადამიანობა დაკარგული, ეროვნება დაკარგული. ყველაფერს რომ კარგავს ადამიანი, ესე იგი მისი ცნობიერება, მისი სული, მისი გული ვიღაცას დაპყრობილი აქვს. ხელში უპყრია უკვე ვიღაცას და ის ვიღაცა არავინ არ არის თუ არა სატანა. ყურე არაბიციდას და აი გოგო არაბიციდას და იყურე არაბიციდას და არაბიციდას და არაბიციდას და აი დაწყნარდი აი ამ ქალების იმედად ვართ. აი რამდენიმე გადარეული ქალის იმედად, რომლებიც ქალებს აღარ გვანან უკვე დიდი ხანი. რომლებიც აი ამ მათმა რაღაცა ახირებამ, ვნებებმა და მათმა სიხარბემ დაამსგავსა სატანას, სატანის ნაშიერებს და სატანის ნასხლეტებს. თქვენ შეიძლება გაგიკვირდათ, როცა ტარანტინოს შედევრიდან საფინალო კადრებით დავიწყეს გადაცემა. შესაძლებელია გაგიკვირდათ, მაგრამ იმ შედევრში მან სატანასთან დამოკიდებულების ფორმულა მოგვცა. როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება, რა პასუხი უნდა გასცე მათ, როგორ უნდა მოეპყრა მათ. შესაძლებელია პირადად ჩემთვის ცოტა ძნელი მისაღები იყოს ეს და შესაძლებელია თქვენთვისაც ძნელი მისაღები იყოს. მაგრამ უდიდესი ხელოვანი, როდესაც ამ შედევრს ქმნიდა, ის სწორედ ამაზე ფიქრობდა, რომ ერთადერთი პასუხი არსებობს. ერთადერთი პასუხი. სატანა ძალამ უნდა დათრუოს. სატანა ძალამ უნდა შეაკავოს და შეაჩეროს. სხვა შემაკავებელი, სხვა შემაჩერებელი სამწუხაროდ არ არსებობს. და ახლა მინდა ჩვენს უდიდეს ჩვენი თანამედროვეობის უდიდეს რეჟისორს ვთხოვო, აბა გვაჩვენოს რა იქნებოდა პასუხი, მისი პასუხი ყველაფერი იმაზე, რაც ახლა ვნახეთ და ვიხილეთ. Quentin, საკმარისია? მეტი ხომ არ არის საჭირო? კიდევ უფრო მეტი ხომ არ არის რამე საჭირო?
ასე გვეუბნება ყველა დროის ყველაზე დიდი ხელოვანი და რეჟისორი უბრწყინვალესი κουენტინ ტარანტინო ასე გვეუბნება უნდა ამოიბუგოს უნდა ამოიშანთოს უნდა ამოიწვას უნდა განადგურდეს უნდა მოისპოს სატანასთან სალაპარაკო სხვა ენა არ არსებობს სატანასთან სალაპარაკო მხოლოდ ეს ერთი ენა არსებობს ასე გვეუბნება κουენტინ ტარანტინო დაუჯერებ თუ არა მიიღებ თუ არა მის შეგონებას ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია მაგრამ მან ეს ისეთი დიდი ხელოვნებით გააკეთა ისეთი დიდ მხატვრულ ნაწარმოებში ჩამოაყალიბა ყველაფერი რომ ძნელია არ დაუჯეროთ და არ დავეთანხმოთ მას აი ასეთი იყო ეს სიუჟეტი რომელიც დაბლოკა TikTok-მა მე არ ვიცი მე ვარ დამნაშავე თუ κουენტინ ტარანტინო მე ერთი რამ ვიცი რომ κουენტინ ტარანტინოს ფილმი შედევრი ერთხელ ჰოლივუდში აკრძალული არ გახლავთ ის მილიონებმა და ასეულობით მილიონებმა ნახა უკვე და მომავალშიც ამდენივე მაყურებელი ეყოლება ამიტომ ჩემთვის გაუგებარია რატომ დაიბლოკა ეს სიუჟეტი TikTok-ი ამბობს მიუღებელი კონტენტის გამო რა არის მიუღებელი არ ვიცი თავად გადაწყვეტეთ მაგრამ ასეთია ცენზურის მდგომარეობა დღესაც ჩვენს ქვეყანაშიც და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში ახლა მივუბრუნდეთ რა თქმა უნდა დღევანდელ გადაცემას მე მინდა რამდენიმე დღის წინ გასული ერთი სიუჟეტი შემოგთავაზოთ ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს პოლიტიკურ შანტაჟში ამხელს და იულიუს ბერის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მიზეზი ბანკის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა, მიზანმიმართული პრობლემები და შანტაჟია. ივანიშვილის უფლებადამცველის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ბანკმა კლიენტთან თანამშრომლობის ფორმები რადიკალურად შეცვალა და ინტერესების დაცვიდან ინტერესების შელახვა გადავიდა. ამამბის გაგრძელებაა პოლიტიკური შანტაჟი. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით ბანკი ივანიშვილს დაემუქრა, რომ როგორც პოლიტიკურად აქტიურ პირს საბანკო ანგარიშებს დაუხურავდა. სახელისუფლებო პარტიას განვითარებული მოვლენები უმყარებს ეჭვებს, რომ ივანიშვილი ქვეყანაში შენარჩუნებული მშვიდობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის ისჯება. არ ვიცი ვინ როგორ მე ვერ შევალ ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის დავა კამათის დეტალებში ეს ჩემი საქმე არ არის მაგრამ მე ამაში სატანის ხელს ვხედავ იმ სატანისა რომელიც ებრძვის მშვიდობას და რა გიღა ებრძვის მშვიდობას ის ებრძვის ბიძინა ივანიშვილს რომელიც აგერ უკვე მე-13 წელიწადია ინარჩუნებს მშვიდობას საქართველოში ბიძინა ივანიშვილს თუ ებრძვიან და თუ ზრჯიან რამის გამო ეს რამე სხვა არაფერია თუ არა მის მიერ მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში გადავდოთ ახლა ეს ყველაფერი განზე და მეუბრუნდეთ იმ თავარ საკითხს რომელსაც ქვია ტრამპის როგორც პრეზიდენტის შესვლა კანონიერ ძალაში ანუ მისი ინაუგურაცია ძალიან გაიჭიმა ეს წინა პერიოდი იმიტომ რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო აქეთ ძალიან ბევრი ვინმე მსოფლიოში დღემდე დიდ ცვლილებებთან აკავშირებს ტრამპის მოსვლას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად და ეს დღეს ინაუგურაციის დღეს როგორც იქნა დადგა და ბატონი ტრამპი მიიწვიეს საინაუგურაციო ტრიბუნასთან The 45th and the 47th President of the United States of America, Donald J. Trump. Thank you very much. მადლობას გიხდით ყველას.
ბატონმა ტრამპმა მისი საინაუგურაციო სიტყვა დაიწყო იმით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მის მოსვლასთან ერთად დგება ოქროს ხანა. ამერიკის ოქროს ხანა იწყება ახლა. From this day forward, our country will flourish. ამ დღიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყანა აყვავდება და მთელი მსოფლიო ჩვენს ქვეყანას დააფასებს, პატივს ჩვენი ქვეყნის შეშურდება ყველა სხვა სახელმწიფოს და არავის მივცემთ უფლებას, რომ გამოგვიყენონ. ტრამპის ადმინისტრაციის თითოეული დღის განმავლობაში მე პირველ ადგილზე დავაყენებ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამ ღონისძიებაზე ტრამპის საკმაოდ ვრცელ სიტყვას, რა თქმა უნდა, მთლიანად ვერ წარმოვადგენ დღეს ამ გადაცემაში, მაგრამ ზოგიერთ საკვანძო მომენტს, რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად განვიხილავთ. ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია ასეთი დაპირებები, ეს ოქროს ხანაც არ არის არაფრით განსხვავებული, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ტრამპი პირველად არ მოვიდა ამ თანამდებობაზე, ის იყო 45 პრეზიდენტი, დღეს გახდა 47 პრეზიდენტი. მაინც ოქროს ხანა მოიტანა თუ არა მაშინ, როდესაც 45 პრეზიდენტი იყო. გამოვეკიდებით ამას და დაუჯეროთ, რომ 47 პრეზიდენტობის დროს ამ ხანაში იგი მოიტანს ასეთ დიდებას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, თუმცა მის მოსვლას არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების თვალთახედვით უნდა შევხედოთ, არამედ როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ზესახელმწიფოს პრეზიდენტის პოსტზე მოსული ტრამპი უნდა წარმოვიდგინოთ მთელი პლანეტისთვის მნიშვნელოვან ფიგურად. პლანეტას კი ძალიან უჭირს. პლანეტის განსაკუთრებით პოლიტიკური და არანაკლებად ეკონომიკური ნაწილი და არანაკლებად ზნეობრივი ნაწილი უაღრესად დაზიანებულია და ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც წვრილს შეიტანს ყველაფერ ამაში ტრამპი, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ მისი ეს დაპირებები ამ ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, გარკვეული დასკვნისა და ანალიზის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ დაპირებებთან ერთად ამ დღეს ჟღერდა აღიარებები. მას რა თქმა უნდა არ ერქვა აღიარება, მაგრამ იყო ასეთი აღიარებები. მე პრეზიდენტობას ვუბრუნდები თავდაჯერებით, რომ ვიწყებთ ახალ ეპოქას ეროვნული წარმატებისა, იწყება ცვლილებების ტალღა, ზემოეფინა კვლავ მთელ მსოფლიოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა, რომ დაიჭიროს წამი ისე როგორც არასდროს, თუმცა უნდა ვიყოთ გულახდილები იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ვდგავართ, ჩვენ გვაქვს უამრავი გამოწვევა. ტრამპმა უკვე ახსენა გამოწვევები და აქ შესაძლებელია მან ივარაუდა კიდეც და ჩვენც ასევე ვიფიქროთ, რომ ის ლაპარაკობდა გარე ძალებზე, გარედან მოსულ გამოწვევებზე, მაგრამ ახლა ვნახავთ შემდეგ სიუჟეტში, რომ ის არა მარტო გარე ძალებზე, გარედან მოსულ ობიექტურ რეალობაზე, არამედ შიდა პრობლემებზეც საუბრობდა. ჩვენ დღეს აქ როდესაც ვიკრიბებით, ჩვენი მთავრობა დგას ნდობის კრიზისის წინაშე, რადგან კორუფციის გამო ჩვენს მოქალაქეებს წაერთვათ ის ძალაუფლება, რომელიც უნდა ჰქონდეთ ხელისუფლებისადმი. ჩვენ ახლა გვყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია ელემენტარული კრიზისის მოგვარებაც კი ქვეყანაში და იმავდროულად არის საზღვარგარეთ კატასტროფული მოვლენების გარემოცვაში. იგი ვერ იცავს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, თუმცა იქცა თავშესაფრად არაერთი კრიმინალისტვის, არალეგალებისთვის, რომლებიც შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელმაც ულიმიტო დაფინანსება მისცა უცხო ქვეყნის საზღვრების დაცვას და უარყო ჩვენი სახელმწიფოს საზღვრების და ჩვენი ხალხის დაცვისთვის რესურსების გამოყოფა.
დამათანხმებით რომ აქ იყო აღიარებითი ნაწილი ის სხვადასხვა საკითხს შეეხო, მაგრამ ერთ-ერთი ეს იყო თანხების გადინება უმიზნოდ, ანუ დაუსაბუთებლად და არა მარტო უმიზნოდ და დაუსაბუთებლად, არამედ კორუფციის თვალსაზრისით მეტისმეტად საეჭვოდ. აი ეს ყველაფერი თქვა ტრამპმა და აქედან გამომდინარე ჩვენ ერთი რამ უნდა დავასკვნოთ, რომ ჩვენთან მოქმედი ეგრეთ წოდებული ასოები არა სამთავრობო ორგანიზაციები იმ დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ, რითაც აქამდე ასე გალაღებული იყვნენ და დაპარპაშებდნენ საქართველოში. შეიძლება გამჭვირვალობის კანონი საერთოდ აღარ დაგჭირდეს. ამ შესაძლებლობას ქართული ოცნება მას შემდეგ უშვებს, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით მინიმუმ 90 დღით საქართველოში რადიკალიზაციისთვის განკუთვნილი ფულის შემოდინება წყდება. ეს მას შემდეგ, რაც ამერიკის 47 პრეზიდენტის განკარგულებით საგარეო დახმარებაზე პასუხისმგებელ ყველა ხელმძღვანელს უცხო ქვეყნების არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ფულის გაცემა აეკრძალა. ქართულ ოცნებას ტრამპის გაცხადებული პოლიტიკის გათვალისწინებით იმედი აქვს, რომ გადაწყვეტილება დროებითი არ იქნება და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში რადიკალური პროცესების მხარდასაჭერად ამერიკულ ფინანსებს ვეღარ მიიღებენ. ამერიკიდან შემოდინებული თანხების საწინააღმდეგოდ რაც უნდა გაეკეთებინა იმ ყბადაღებულ გამჭვირვალობის კანონს, რასაც ასეთი დიდი აურზაური და ალიაქოთი მოაყოლა დასავლეთის მეხუთე კოლონამ, რომელიც აქ მოქმედებს. აი ახლა ვხედავთ, რომ თვითონ ტრამპიც უერთდება და ის თანხები გადაიკეტება არა აქ მოქმედი გამჭვირვალობის კანონით, არამედ გადაიკეტება ტრამპის ბრძანებით. გამჭვირვალობის კანონი არა თუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ იყო აუცილებელი. ტრამპის პირველივე გადაწყვეტილება მეც დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც, როგორც სიცრუეში ასხობდნენ ხალხს, პასუხი აგოს სიცრუის გამავრცელებელმა თითოეულმა ადამიანმა ამასთან დაკავშირებით. რა სიტყვიან ეს ეგრეთ წოდებული ასოები? რა აქვთ მათ სათქმელი, ან რა თქვენს უკვე? ძირითადად ისინი დუმილს ინარჩუნებენ. ამერიკული ფულის გარეშე დარჩენილი და ქართული ოცნების მიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში მხილებული არასამთავრობო ორგანიზაციები ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ დუმან. დუმან კი ძირითადად, მაგრამ ყველა არ დუმს. არის ზოგიერთი ისეთი, რომელიც როგორც იტყვიან, ხავს ეპოტინება. ახალი ადმინისტრაცია როცა მოდის, ყოველთვის წინა პრეზიდენტების დროსაც ესე იყო, ბუნებრივია, რომ უმეტესი პროგრამები განსაკუთრებით რაც ეხება საგარეო პოლიტიკას, მაგრამ არა მარტო. მაგალითად, ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით გადაიხედება. მე აქ საფრთხეს ვერ ხედავ. მგონია, რომ ეს მხარდაჭერა, მათ შორის ფინანსური კუთხით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კვლავ განახლდება დემოკრატიების განმტკიცების მიზნით და საბოლოო ჯამში სწორედ ტრამპის მხარდაჭერა გახდება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საფუძველი. როგორც აქ გამოითქვა იმედი, თუ ამ თანხების შემოდინება უკანონო ძირითადად შავი ფული და ყველანაირად გაუმართლებელი თანხების შემოდინება თუ ისევ გაგრძელდება, როგორც აქ გამოითქვა იმედი, ასეთ შემთხვევაში ტრამპის პოლიტიკა უკვე დამარცხებული იქნება. ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ტრამპმა ვერაფერს ვერ მიაღწია. ხოლო თუ ვერ განახლდა და ესენი როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ ხავს ეპოტინებიან და იმის იმედად არიან, რომ იქნებ რაღაცამ გადაარჩინოთ, მე მგონი გადარჩენის შანსი მათთვის ჯერჯერობით არ ჩანს. აი როგორი კომენტარი გააკეთა ამასთან დაკავშირებით ბატონმა მაჭარაშვილმა. ტრამპის ბრძანებაში ზუსტად ეს წერია, რომ არ უნდა გადაირიცხოს თანხები იმისთვის, რომ მშვიდობის წინააღმდეგ გამოვიდეს ვინმე სხვა ქვეყანაში. ანუ ამერიკამ ხელი არ უნდა შეუწყოს სხვა ქვეყანაში არეულობას, რასაც ჩვენ ვითხოვდით, ზუსტად იგივე გაიმეორა ეხლა ტრამპმა ოღონდ უკვე ბრძანებით და არა მხოლოდ განცხადებით. ასე რომ მის ასამძიმრებელი ნამდვილად აქვს ეხლა აქაურ ძალიან ბევრ არასამთავრობო სექტორს. არა ჩვენ მათ არაფერს არ მეუსამძიმრებთ, პირიქით ჩვენ უნდა გვეხაროდეს, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად, საქართველოს ჩასართავად
მეორე ფრონტში რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად შემოსული თანხები, რომელიც აქამდე შემოდიოდა, ახლა თუ გადაიკეტება, ამის გამო ჩვენ არავის არ უსამძიმრებთ, პირიქით ეს საქართველოს უნდა უხაროდეს. ერთი სიტყვით, როგორია დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით? განკარგულება სახელწოდებით შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ხელახალი შეფასება დონალდ ტრამპის ხელმოწერით თეთრი სახლის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია. შესაბამისად, ამერიკული დაფინანსების გეგმაც შეჩერებულია. აი ასე შეჩერებულია ეს გეგმა, ეს დაფინანსება და დღეს თუ ხვალ ის გნიასი, ის ალიაკოთი, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსთაველის პროსპექტზე და არა მარტო რუსთაველის პროსპექტზე, ალბათ თანდათანობით მიწყნარდება და როგორც მტვერი ისე გაიფანტება სულ მალე. ამის იმედი უნდა ვიქონიოთ. ახლა გავყვეთ ისევ ტრამპს თუ რა თემებს შეეხო იგი. My recent election is a mandate to completely ამ არჩევნებმა მე მომცა მანდატი, რომ სრულად შევცვალო ის ღალატი, უამრავი ღალატი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში და ხალხს დაუბრუნო რწმენა, კეთილდღეობა, დემოკრატია, სიმდიდრე და თავისუფლება ცხადია. ამ მომენტიდან ამერიკის უკუსულა დასრულებულია. ესე იგი ხალხს უნდა დაუბრუნოა კეთილდღეობაო, დემოკრატიაო, თავისუფლებაო, უნდა დაუბრუნოო. ანუ აქამდე ეს ყველაფერი წართმეული ქონდათო. მე წაღამ თქვი, აღიარებასთან გვაქვს საქმე მეთქი. რა თქმა უნდა, ტრამპი ხელს ახოცავს სუბიექტებს, მის წინამორბედ ადმინისტრაციას და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, ვისაც არ უნდა შეახოცონ ხელი. ფაქტია, ხდებოდა ის, რის შესახებაც ტრამპი ლაპარაკობს, ყველაფერი ეს იყო სახეზე. დემოკრატიის, თავისუფლების და ასე შემდეგ მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯები. სხვათა შორის ტრამპმა ახლა თქვენს თვალწინ ახსენა უკუსლა, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო უკუსლა, რომლის შეჩერებასაც ახლა ტრამპი ცდილობს. გამოუვა, არ გამოუვა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ვითარება ასეთია და ასეა იგი შეფასებული არა სხვა ვინმესგან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ. აი კიდევ მისი ერთი განცხადება. ბოლო 8 წლის განმავლობაში იმდენი გამოწვევა ვნახე, რამდენიც არც ერთ სხვა პრეზიდენტს არ უნახავს 250 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვისწავლე, რომ ჩვენი რესპუბლიკის დაბრუნების გზა არ იყო მარტივი. მათ ვისაც სურს ჩვენი მიზნების ჩაშლა, გააკეთეს ყველაფერი, მათ შორის სცადეს ჩემი სიცოცხლის ხელყოფა. რამდენიმე თვის წინ პენსილვანიაში მესროლეს ტყვია, რომელმაც ყურთან ჩამიარა. მე ვიგრძენი და თუმცა ვიგრძენი ისიც, რომ ჩემი სიცოცხლე კონკრეტული მიზეზის გამო იხსნა ღმერთმა გადამარჩინა იმისთვის, რომ ამერიკა გავხადო კვლავ დიდებული. ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ის რაც ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ხდება დღემდე ტერორის ჩათვლით, ეს არის ამერიკული რეალობა, რომელსაც თვალებს ვერავინ დახუჭავს და კარგია რომ ბატონი ტრამპიც ასე იქცევა. რა არის საჭირო ტრამპის აზრით იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს? დღეს ხელს მოვაწერ ისტორიული მნიშვნელობის აღმასრულებელ განკარგულებებს. ამ განკარგულებებით ჩვენ დავიწყებთ ამერიკის სრულ აღდგენას და საღი აზრის რევოლუციას. მიაქციეთ სიტყვა ბოლო სიტყვებს. საღი აზრის რევოლუცია. აი ეს უნდა დავიწყოთ. ანუ ამერიკაში აქამდე გაბატონებული იყო არა ჯანსაღი აზრი, ახლა უნდა დავიწყოთ საღი აზრის რევოლუციაო. ესეც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება გახლავთ. ნაწილობრივ ის უკვე შეეხო, მაგრამ აქ უფრო ვრცლად და გამოკვეთილად ისაუბრა
თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების ნაკლებობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მრავალი წლის უკანონო და არაკონსტიტუციური ფედერალური ძალისხმევისა, რომ შეეზღუდათ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, მოვაწერ ხელს განკარგულებას, რომ აიკრძალოს ყველანაირი სამთავრობო ცენზურა და დაგვიბრუნდეს ამერიკაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. აპლოდისმენტებით და ფეხზე ადგომით ხვდებიან ამ სიტყვებს. რატომ? იმიტომ რომ ეთყობა ძალიან მტკივნეული ადგილია ეს ამერიკის შეერთებული შტატების ცხოვრებაში. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ რითაც გვაწონებდნენ თავს, თურმე ის აკლიათ. ჩვენ დღენიადაგ წლების განმავლობაში და ათეული წლების განმავლობაში ჩაგჩიჩინებდნენ, რომ საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, სადაც არ იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაო. ჩვენ კი ის სამყარო ვართ, რომელიც არის თავისუფალი, სადაც სიტყვა არის თავისუფალი, სადაც გამოხატვა არის თავისუფალიო, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა და ამ ყველაფერს ჩვენ ვისმენთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირით. ახლა ვნახოთ როგორია ვთქვათ მართლმსაჯულების საკითხი. აღარასოდეს გამოიყენებს სახელმწიფოს ძალაუფლება თავის ძალაუფლებას იარაღად თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე და ეს ჩემი ლიდერობის პირობებში არასოდეს აღარ განმეორდება მე აღვადგენ მიუკერძოებელ სამართლიან მართლმსაჯულებას ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად. ჩვენ დავაბრუნებთ ქვეყანაში წესრიგსა და კანონს. თუ ამბობ რომ ჩვენ დავაბრუნებთ ქვეყანაში წესრიგს და კანონს, ესე იგი წესრიგი და კანონი არ ქონია, ანუ არ მოქმედებდა ეს ყველაფერი. თუ ამბობ რომ მიუკერძოებელ და ობიექტურ მართლმსაჯულებას აღადგენ, ეს იმას ნიშნავს, რომ აქამდე ასეთი რამ არ ფუნქციონირებდა. აქ ის იმას გაიძახოდით, რომ აი საქართველოში თურმე სასამართლოების საკითხი არის ცუდ მდგომარეობაში და ასე შემდეგ. ჯერ იქ დაგელაგებინათ თქვენთან და მე უნდა გვიყვიროთ ჩვენ. თორემ ისე როგორ გამოვა, რომ აქ გვიყვიროთ, გვეჭხუბოთ ამის გამო და თქვენთან იყოს სრული ქაოსი. არ გქონდეთ სიტყვის თავისუფლება, არ გქონდეთ გამოხატვის თავისუფლება, არ გქონდეთ სწორი სამართალი და მართლმსაჯულება, არ იყოს ობიექტური და არ იყოს მიუკერძოებელი. როგორ უშვებთ ამას და რანაირად შეესაბამება ერთმანეთს თქვენი მოთხოვნები საქართველოში და თქვენი რეალობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კიდევ სხვა თემები, რის შესახებაც ტრამპი საუბრობდა. როგორც 2017 წელს ჩვენ კვლავ ავაშენებთ მსოფლიოში ჯერ არ ნახულ უძლიერეს შეერაღებულ ძალებს. ჩვენ გავზომავთ ჩვენ სიძლიერეს არა მხოლოდ ჩვენს მიერ მოგებული ბრძოლებით, არამედ იმ ომებით, რომელსაც ჩვენ დავასრულებთ და ასევე იმ ომებით, რომელშიც არასოდეს ჩავებმევით. ჩემი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა იქნება ის, რომ მე ვიქნები მშვიდობის მყოფელი და გამაერთიანებელი. სწორედ ეს მინდა რომ ვიყო. ძალიან კარგია ეს სურვილი, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი არსებობის მანძილზე ერთი დღეც არ ქონია ისეთი, რომ ის სადმე ომში არ იყოს ჩართული და ჩაფლული და ჩაძირული. ის ყველგან მისი ჭკუით წესრიგს ამყარებს და მისი ჭკუით დემოკრატიაში აქვს სხვა სახელმწიფოებში ომით, ძალით, ძალმომროვებით და თოფით და ზარბაზნით და დაბომბით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ტრამპის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ის იქნება მშვიდობის მყოფელი, ერთის მხრივ ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ დასაჯერებლად არის ცოტა ძნელი. ნახოთ ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა როგორია მისი გეგმები ზოგიერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით?
პრეზიდენტმა მაკილემ ჩვენი ქვეყანა გახადა ძალიან მდიდარი ტალანტისა და ტარიფების გამოყენებით. იგი იყო ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ბიზნესმენი. მან უდიდესი საქმეები გააკეთა, მათ შორის პანამის არხთან მიმართებით, რომელიც ძალიან სულელურად გადაეცა, გასხვისდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმაზე მეტი ფული დახარჯა ამ პროექტზე, ვიდრე სხვა რომელიმე პროექტზე. დაკარგა 10,000-ობით ადამიანის სიცოცხლე, როდესაც აშენებდა პანამის არხს და ჩვენ ძალიან ცუდად მოგვექცნენ ამ სულელური საჩუქრისთვის, რომელიც არასოდეს უნდა გაგვეკეთებინა და პანამის პირობა ჩვენდამი დაირღვა, ჩვენი შეთანხმების მიზანი და სულისკვეთება სრულიად დაირღვა. ამერიკული ხომალდები ამერიკულ ხომალდებს უსამართლოდ ეპყრობიან ყველანაირი ფორმითა და სახით. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტს. ეს მაშინ, როდესაც ჩინეთი ოპერირებს პანამის არხში, ჩვენ ეს არ მოგვიცია ჩინეთისთვის ეს არხი, არამედ მივეცით პანამას და ჩვენ მას უკან დავებრუნებთ. ერთის მხრივ მოვისმინეთ განცხადება, რომ ის უნდა იყოს მშვიდობის მყოფელი პრეზიდენტი, მეორეს მხრივ აი ეს კონკრეტული საკითხი პანამასთან დაკავშირებით, პანამის არხთან დაკავშირებით, იგივე ჩინეთთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. არ ამგონია, რომ თლად მშვიდობიანად მოგვარდეს ასე რაღაცების დაბრუნება, რაღაცების უკან წამოღება და ასე შემდეგ. თქვენ იცით, რომ ტრამპმა პრეტენზია განაცხადა არა მარტო პანამის არხზე, არამედ პრეტენზია განაცხადა ისეთ უზარმაზარ სახელმწიფოზე, სიდიდით მეორე სახელმწიფოზე მსოფლიოში, კანადაზე და განაცხადა, რომ ის უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი შტატი. ასევე მან პრეტენზია განაცხადა კუნძულ გრენლანდიაზე, ვიცით საით მიდის ეს ყველაფერი დაკავშირებულია არქტიკასთან და არქტიკის სიმდიდრეებზე უფრო მეტ წვდომასთან, ვიდრე დღეს შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამიტომ მშვიდობის მყოფელობა ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი პრეზიდენტისა ცოტა ძნელი დასაჯერებელია. შემდეგი სიუჟეტი. ჩვენი ქვეყანა იქნება მზარდი ქვეყანა, რომელიც აფართოებს თავის ტერიტორიასა და სიმდიდრეს, რომელიც ჩვენს დროშას წაიღებს ახალ ჰორიზონტებზე. ამერიკის შეერთებული შტატების ასტრონავტებს ჩვენ გავუშვებთ ვარსკვლავებზე, რომ მივაღწიოთ მარსზე და ჩვენი დროშის ვარსკვლავები იქ ავაფრიალოთ. ეს რა თქმა უნდა მასკისთვის გაგორებული კოჭია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სწორედ მას აქვს ასეთი პრეტენზიები, თუმცა ჩვენ გვახსოვს ისტორიიდან თუ არ ვცდები 1969 წელია, როდესაც ვითომ ამერიკელი ასტრონავტებმა დადგეს ფეხი მთვარეზე. რამდენად რეალური იყო ეს ყველაფერი, ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი იწერება, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, რომ მთელი ეს პასაჟები გადაღებული იყო ჰოლივუდში და ამერიკელებს მთვარეზე ფეხი არ დაუდგათ. ასევე ხომ არ გამოვა ამ მარსთან დაკავშირებით, მაგრამ დავანებოთ ამაზე ვარაუდების გამოთქმას თავი, მთელი ეს მშვიდობის მყოფელობა ამერიკის შეერთებული შტატებისა უფრო ადვილი წარმოსადგენია მარსსა და სხვა პლანეტებზე, ვიდრე დედამიწაზე. ამერიკა ამბიციური ქვეყანაა, აცხადებს ბატონი ტრამპი. ამბიცია არის დიდებული ქვეყნის სასიცოცხლო ძალა და ჩვენი ქვეყანა ახლა ყველაზე ამბიციურია. არ არსებობს ჩვენნაირი სახელმწიფო, ამერიკელები ვართ, მეწარმეები, გამომგონებლები, პიონერები. ახალი თავგადასავალი გვეძახის და ეს არის აღბეჭდილი ჩვენს სულისკვეთებაში. ჩვენმა წინაპრებმა კოლონიათა მცირე ჯგუფი გარდაქმნეს ყველაზე დიდებულ
სახელმწიფოდ ყველაზე დიდებული მოქალაქეებით და ჩვენ ვერავინ შეგვედრება. ამერიკის შეერთებული შტატები ათასობით კილომეტრზე არის გადაჭიმული. ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს უდაბნოების ქალაქებად ქცევა და ველური დასავლეთში დაასრულეს მონობა. მილიარდობით ადამიანი ამოიყვანეს სიღარებიდან, გახლიჩეს ატომი და კაცობრიობა გაუშვეს გალაქტიკაში. თუ კი ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, არ არსებობს არაფერი, რასაც ჩვენ ვერ მივაღწევთ, არ არსებობს ოცნება, რომელსაც ჩვენ ვერ მივაღწევთ. ბევრს ეგონა, რომ ჩემთვის შეუძლებელი იყო ასეთი პოლიტიკური დაბრუნება შემძლებოდა თეთრ სახლში, თუმცა როგორც ხედავთ, მე დღეს აქ ვარ, რადგან ამერიკელმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა. რაც შეეხება სიტყვა ამბიციას, ის მაინც დადებითად შემოსილი სიტყვა არ არის, მასში უფრო უარყოფითი კონტექსტი მოიაზრება. შესაძლებელია ზოგჯერ დადებითიც იყოს, მაგრამ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ამბიციაზეა ლაპარაკი, აქ რა თქმა უნდა, ფიქრიც კი არ გვიწევს დადებით შეფერილობაზე. თუმცა ბატონი ტრამპი შეეცადა, რომ ეს ყველაფერი დადებითი შეფერილობით მოეწოდებინა ჩვენთვის. და ერთი ცოტა უცნაური განცხადება, რომელიც ტრამპმა გააკეთა. თქვენ წინაშე ვდგავარ იმის მტკიცებულება, რომ თქვენ არასოდეს უნდა დაიჯეროთ, რომ რაიმე არის შეუძლებელი. ჩვენი ქვეყანა შეიქმნა და გამოიწურთა პატრიოტთა თაობებით, რომელმაც გაიღეს ყველაფერი ჩვენი თავისუფლებისა და უფლებებისთვის. ისინი იყვნენ ფერმერები, სამხედროები, მაღაროებელი, პოლიციელები. მათ არც ერთი წინააღმდეგობა არ დატოვეს გადაულახავი და მათ სულისკვეთება არაფერმა არ გატეხა. მათ ააშენეს ცათამბჯენები, რკინიგზა, გზატკეცილები, მოიგეს ორი მსოფლიო ომი, დაამარცხეს ფაშიზმი და კომუნიზმი და გაიმარჯვეს თითოეულ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ. ტრამპის სამნათქვამში ზოგიერთი დებულება არის წმინდა წყლის სიმართლე, ზოგიერთი დებულება არის საეჭვო და ზოგიერთი დებულება არის აშკარა სიცრუე. აი მაგალითად ბოლო წინადადება, რითაც მან დაამთავრა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ფაშიზმსა და კომუნიზმზე. კომუნიზმში თუ მან საბჭოთა კავშირი და სოციალისტური სისტემა, საბჭოთა სოციალისტური სისტემა იგულისხმა, აქ უდაოდ გაიმარჯვეს. სადავო არაფერი არ არის, სამწუხაროდ ასე მოხდა, მაგრამ როდესაც ის აცხადებს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ფაშიზმზეო, ეს არის აშკარა სიცრუე. კი, ამერიკის შეერთებული შტატებიც, ბრიტანეთიც ბოლოს დადგნენ საბჭოთა კავშირის გვერდით, გახდნენ მისი მოკავშირეები და მათაც მიეწერებათ ამ ომში გამარჯვება, მაგრამ ფაშიზმის დამარცხების მთავარი დამკვირვებელი ძალა იყო საბჭოთა კავშირი და საბჭოთა ხალხი, რომელმაც ამ ომს შეწირა 27 მილიონზე მეტი მოქალაქე და ჯარისკაცი. ეს ყველაფერი არის ისტორიული რეალობა და მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების დანაკარგი სულ რაღაც 300-400-ით შემოიფარგლება, როგორ შეიძლება ამ დროს ვინმე თუნდაც ტრამპმა თქვას ის, რომ ფაშიზმი ამერიკელებმა დაამარცხეს და არა საბჭოთა კავშირმა. რა თქმა უნდა, ეს არის აშკარა სიცრუე. მაგრამ ტრამპის სინდისზე იყოს ეს ყველაფერი. და ახლა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის შესახებაც ბატონმა ტრამპმა განცხადება გააკეთა. ამ კვირას ასევე დავასრულებ სამთავრობო პოლიტიკას, რომ სოციალურად ჩართონ გენდერი და რასა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში. ჩვენ შევქმნით საზოგადოებას, რომელიც ვერ აღიქვამს ფერს და რომელიც მოქმედებს დამსახურებებზე დაფუძნებით. დღეიდან ოფიციალური პოლიტიკა იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი.
აი ეს არის ის უაღრესად ბანალური ჭეშმარიტება, სასაცილოს კი არის ამის თქმა, რომ არსებობს ორი სქესი, ქალი და კაცი, რა თქმა უნდა, ვინ ლაპარაკობს ამასთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება პრეზიდენტები გამოდიოდნენ და ლაპარაკობდნენ, რომ 2x2 არის 4. ეს იმდენად მარტივი და ბანალური საკითხია, რომ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, მაგრამ ტრამპის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, რევოლუციური ხასიათი ჰქონდა, იმიტომ რომ ინგრევა მთელი იდეოლოგია, რომელზეც იყო ჩამოკიდებული ამერიკის შეერთებული შტატები და არა მარტო შტატები, არამედ მთელი დასავლური სამყარო ევროპის ჩათვლით, მათთვის ეს იყო უმთავრესი იდეოლოგიური ქვაკუთხედი, რომელზეც ისინი აშენებდნენ თავიანთ მსოფლიო ჰეგემონიას და უცებ მოდის ეს კაცი და ამბობს, რომ ქალი არის ქალი და კაცი არის კაცი. არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მორჩა და გათავდაო. თავზარდამცემი ემათვის, ვინც ამ იდეოლოგიის სამსახურში იდგა და ნახოთ ერთი რა დაემართათ საქართველოში აი ამ განცხადების მერე და რამდენმა მოახერხა დასავლეთის მეხუთე კოლონა და აგენტურა მყავს ხელმძღვანელობაში აღიარება იმისა, რომ არსებობს სულ ორი სქესი. ამისთვის არ ვართ მეთქი შეკრებილი აქ რომ სქესთან დაკავშირებით გესაუბროთ. ეხლა რამდენი სქესი არ გილაპარაკებით მეთქი ამ საკითხზე. იმედის წარმომადგენელი გაიყვანე ოფისიდან. თქვენს ვიბრძანდით. ოპერატორიც გაბრძანდით. რამდენი სქესი არსებობს? როდესაც საუბრობს დონალდ ტრამპი. მე ერთ კითხვა მაქვს თქვენთან. თქვენ ქრისტიანი ხართ? თქვენი კითხვა არის გარკვეული ცდუნება ქრისტიანი ადამიანისთვის. სქესი არსებობს ორი, გენდერი არსებობს ბევრი. აი ამ ბოლომ მაინც მიაყოლა რაღაცა, რომ გენდერი არსებობს ბევრი, სქესი არსებობს ორი, ჯამში გამოუვიდა სისულელე, რა თქმა უნდა, მაგრამ მისგან სისულელე ვის გაუკვირდება? აქ მთავარი ის არის, რომ მათთვის, როგორც უკვე ვთქვი, თავზარდამცემი რეალობა დგება. აღიარება იმისა, რომ არსებობს ორი სქესი, არის მთელი მათი იდეოლოგიური საყრდენის ნგრევა და არა მარტო მათი, ახლა უბრალოდ ქართველები წარმოგიდგინეთ, თვითონ ქართველები, მაგრამ სინამდვილეში სოფლიოში ეს არის რევოლუციური გარდატეხის შემტანი დებულება. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირით არის გაჟღერებული, თორე ვთქვათ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 20 წელიწადზე მეტია ამტკიცებს იგივეს, რაც ახლა ტრამპის პირიდან მოისმინეთ. აი გავიხსენოთ პუტინის ვთქვათ ერთ-ერთი გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით. Женщина это женщина, мужчина мужчина. Мама это мама. Отец это отец. И надеюсь, что у нашего общества есть внутренняя моральная защита. რა თქმა უნდა, საზოგადოებას ადამიანებს უნდა ქონდეთ მორალური დაცვა, შინაგანი დაცვა აი ამ უმსგავსობისგან, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული LGBT საკითხი და ამ საკითხის უკიდეგანო აღვირახსნილი პროპაგანდა. მაგრამ როდესაც პუტინი ლაპარაკობდა ამის შესახებ, მას ბედავდნენ და სასაცილოდ იგდებდნენ. აი დაახლოებით ასეთი ფორმით, როგორცაც ახლა ნახავთ. დედა, მამა, დედა, მამა. სიგიჟე, აი სრული. გესმით როგორ იყო ეს ყველაფერი მიღებული. ახლა მაინტერესებს თუნდაც ეს ქალბატონი გაბედავს თუ არა დედა, მამას გამეორებას უკვე ტრამპის მისამართით. გაბედავს თუ ვერ გაბედავს? ალბათ უფრო ვერ გაბედავს. და კიდევ ტრამპის შემდგომი მსჯელობები. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომლის მსგავსიც არავინ იქნება, ჩვენ ვიქნებით გამორჩეულები, ჩვენი ძალაუფლება გააჩერებს ყველა სახის ომს და დაუბრუნებს ერთიანობას იმ მსოფლიოს, რომელიც არის გაბრაზებული, აგრესიული და არაპროგნოზირებადი. ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავ სცემენ პატივს, მათ შორის ის ადამიანები, ჩვენ გვექნება კეთილდღეობა, ჩვენ ვიქნებით ამაყები, ჩვენ ვიქნებით ძლიერები და გავიმარჯვებთ ისე როგორც არასდროს. ჩვენ ვერ დაგვიმორჩილებენ, ჩვენ ვერ
გაგვტეხენ და ჩვენ არ დავმარცხდებით. დღეიდან ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვიდგებით მამაცად, ჩვენ ვიცხოვრებთ ამაყად და ჩვენ გვექნება დიდი ოცნებები და არაფერი დადგება. ჩვენს წინ არაფერი აღვიდგება, რადგან ამერიკელებს გვჯერა, რომ მომავალი არის ჩვენი და ოქროს ხანა სწორედ ახლა დაიწყო. დიდი მადლობა, ღმერთმა დალოცოს ამერიკა. Thank you very much. კეთილი, დავიჯეროთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დგება ოქროს ხანა და ეს იქნება სასიკეთო მთელი მსოფლიოსთვის. დავიჯეროთ, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან ბევრი განაწყო ტრამპმა უკვე მის საწინააღმდეგოდ, მისი ზოგიერთი განცხადებით, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და კიდევ ზოგიერთი იმ განცხადებით, რომელიც დღეს ამ გადაცემაში არ მოგვისმენია. ბევრი ვინმე განაწყო მის საწინააღმდეგოდ. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი გახლავთ საქართველოში დიდხანს მოღვაწე ამერიკელი ქალბატონი, ვინმე ლორა თორნტონი, რომელმაც გააკეთა ის განცხადება, რომელსაც მოვისმენთ. მესმის, რომ საქართველოს ინტერესებშია ქართული დემოკრატიის წარმოჩენა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის გამაუპატიურებელი და კრიმინალია. ამიტომ ჩვენგან ბევრს, როგორც ქართველები იტყვიან, ყურს გვჭრის ჩვენი ქართველი მეგობრებისგან ტრამპის ასეთი ქება, დიდება და პირფერობა. ამერიკელი ქალბატონი ამბობს ამას, მას აქვს კონსტიტუციური უფლება, თავისი შეხედულებები, თავისი წარმოდგენები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დაკავშირებით ღიად და საჯაროდ გამოთქვას და გამოთქვა კიდეც. მაგრამ ეს მე მოგიტარეთ მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ, რომ ძალიან ბევრი ვინმე, არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებს ფარგლებს გარეთ, არამედ ამ ქვეყანაშიც მან განაწყო მის საწინააღმდეგოდ. ახლა ნახოთ, როგორ დგება ყველაფერი ყირაზე, როგორ იცვლება შეხედულებები და როგორ მეტამორფოზას განიცდიან ზოგიერთი პერსონაჟები. აი, ქალბატონ ლორას ამ განცხადებას როგორ გამოეხმაურა ბატონი გვარამი. მე ვერ გეტყვით ეს ობიექტური კრიტიკაა თუ არა, მე ამგვარი დამოკიდებულება არ მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ. ესე იგი, როგორ დაიზღვია თავი, რომ ქალბატონ თორნტონის უაღრესად და უკიდურესად უარყოფითი აზრი ტრამპის შესახებ მან არ გაიზიარა, მე ასეთი აზრი არ მაქვს ამ დროს, მე ახლა არ გადაგლით, მაგრამ თქვენ ყველას გახსოვთ ამ კაცის გამონათქვამები ტრამპის მისამართით. რას არ უწოდებდა რუსულ პროექტს, უნიჭოს, შეუმდგარს, ყველაზე დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენიებდა ტრამპს, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც უკვე წავიდა ის 45 პრეზიდენტის პოსტიდან. აღარ ფიქრობდა, არ ეგონა გვარამიას, რომ ის კიდევ ერთხელ მოbrunდებოდა ამ თანამდებობაზე და ამიტომ ახლა ალბათ ნანობს, მაგრამ ნახეთ როგორ დაიხია უკან და თქვა რომ ემიჯნება ქალბატონის ამ პოზიციას. გითხარით რომ ბევრი რამე დაირია, ყირაზე დადგა და ასე შემდეგ. აი ერთ-ერთი პოზიცია, რომელსაც ახლა მოისმენთ, ამის მაგალითია. რუბიო ძალიან ტრადიციული რესპუბლიკელია, როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას და საერთოდ ეს ნიშნავს დემოკრატიის მხარდაჭერას. შესაძლოა რუბიო იქნას დარწმუნებული, რომ საჭიროა თბილისის ქუჩებში მყოფი ხალხის მხარდაჭერა, თუმცა მიმაჩნია, რომ თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი, იმის მიუხედავად, რას ილაპარაკებენ უილსონი და კონგრესის სხვა წევრები. აი ამ უილსონს როგორ დაეჯახა ჩვენთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟი ბატონი ბრაიზა, რომელსაც ის წყალს გაატანა. ანუ აი კონკრეტული მაგალითი როგორ ირევა და როგორ ქაოსი იწყება ტრამპის მოსვლასთან დაკავშირებით და ძალიან ენამოსწრებულად უპასუხა ყველაფერ ამას ბატონმა აჭარაშვილმა. ქალბატონი ლორა თორნტონი, რომელიც არის ერთ-ერთი კურატორი მთავარი აქაური აგენტურის ამერიკიდან, რომელმაც პირდაპირ კრიმინალი უწოდა თავისივე ქვეყნის პრეზიდენტს. ეხლა ალბათ ცოტა ხანში გვარამია გამოვა 4 წლის წინანდელ ჩანაწერს ამოიღებს თავისას. ისი არ წაიყვანოთ საქმე ეხლა, რომ საქართველოში ამერიკის პრეზიდენტი ჩვენი დასაცავი გახდეს თქვენგან. კი შეიძლება ყველაფერი ისე წავიდეს, რომ მართლა ჩვენი დასაცავი გახდეს ამერიკელებისგან და პროამერიკელებისგან,
ამერიკის შეერთებული შტატების ეს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე, განსაკუთრებით დასავლურ სამყაროზე, ევროკავშირზე და ევროკავშირში აღარ იციან უკვე რა ქნან, როგორ მოიქცნენ ზოგიერთი ძველდებულებებს აწვება ისევ როგორც იტყვიან ხოლმე ასეთ შემთხვევაში, ზოგიერთმა შეიცვალა პოზიციები, ახლა ჩვენ ვნახავთ საქართველოსთან დაკავშირებით რა აზრები იყო გამოთქმული ევროპაში. მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც ლეგიტიმაციას მისცემს თვითგამოცხადებული ქართული ოცნების ხელისუფლებას. კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნების შეფერხების გარეშე. ჩვენ გავზრდით ჩვენს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის, რომ მათ შეძლონ გააგრძელონ ამ რთულ პერიოდში მუშაობა. ჩვენ ევროპარლამენტი გვერდზე არ უნდა გავდგეთ. მუდამ მოვითხოვოთ მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ჩვენ უნდა დავაწესოთ სანქციები, საჭიროა სწრაფად რეაგირება და სანქციების დაწესება. აი ამ ადამიანების ტვინში რა თქმა უნდა არასოდეს არაფერი არ შევა, ვერც ერთ ცვლილებას ისინი ვერც დაინახავენ, ვერც ალღოს აუღებენ, იმიტომ რომ ისია ჩაბეტონებული ამათ ტვინებში რაღაც უარყოფითი ბაცილა, რომ მისი მოშორება მათ არ შეუძლიათ, მაგრამ ამასთან ერთად პარალელურად ევროპაში იგრძნობა სხვა განწყობილებებიც, აი ზოგიერთი დეპუტატი ევროპაში როგორ მსჯელობს. ქართული ხალხის გადაწყვეტილებებში ჩარევას ბრიუსელი აძლიერებს. მაგალითად, იქ ბევრი პოლიციელი დაშავდა. ევროკავშირი ქაოსის მონაწილეა, ეს თავისუფალი ქვეყანაა. საქართველოს სურს ევროპა, მაგრამ ისეთი ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს. საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება. ევროკავშირი მუდამ ჩივის უცხოური ჩარევის შესახებ მაშინ, როდესაც უკვე თვეებია ერევა საქართველოს საქმეებში, ემუქრება მას სანქციებით და მხარს უჭერს გადატრიალებას თბილისში, რომელიც გვახსენებს მაიდანს უკრაინაში. ამავდროულად მიუღებელია ევროპული ელიტების სურვილის შეცვალონ არჩევნების შედეგი, როდესაც ის არ ემთხვევა ნატოს საგარეო პოლიტიკის არჩევანს. ისინი იქამდეც კი მედიან, რომ ლეგიტიმაციას ანიჭებენ პრეზიდენტს იმის მიუხედავად, რომ ის ახლა კანონიერად აღარ იმყოფება თანამდებობაზე. ყველაზე აბსურდული ბრალდება არის ის, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია. როგორ შეიძლება მთავრობა, რომელიც არ შეეგუა საკუთარი ტერიტორიის 20%-ზე მეტის ოკუპაციას, მოითხოვს რუსების გაყვანას და იბრძვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, პრორუსული იყოს. დღევანდელი სიტუაცია არის ქართული რეალობის უგულებელყოფისა და სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსების მიერ საქართველოს საქმეებში უპრეცედენტო ჩარევის შედეგი. აი ასეთი გახავთ ეს სრულიად განსხვავებული და საპირისპირო შეხედულებები იმისა, რაც წეგან მოისმინეთ თქვენ ზოგიერთი დეპუტატისგან. ერთი სიტყვით, ტრამპის მოსვლით ისედაც აბურდულ მსოფლიოში, ისედაც არეულ მსოფლიოში ახალი თავსატეხები ხდება და კიდევ უფრო ქაოტური ხდება ზოგიერთი რამე. ნახოთ რა იქნება მომავალში, როგორ წარიმართება სიტუაციები. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი არ ამოგვიწურავს, არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, უაღრესად რთული, მძიმე საკითხებისა საერთაშორისო ურთიერთობებში, სადაც ტრამპის მოსვლასთან დაკავშირებით შეიძლება ბევრი რამ გადაიხედოს, მაგრამ როგორ წარიმართება ეს პროცესები, ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია, იმიტომ რომ ბევრი რამ არის წინააღმდეგობრივი. გუშინ წინ მოვიდა ეს კაცი ხელისუფლებაში ოფიციალურად და მან უკვე მოასწრო წინააღმდეგობრივი განცხადებების გაკეთება სხვათა შორის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით ძალიან ბევრი რამ გავს ძიმე პოლიტიკურ ხარვეს, ძიმე პოლიტიკურ შეცდომას. ვნახოთ ეს შეცდომა, ვაჭრობა თუ სხვა რამით არის განპირობებული. მოგახსენებათ, პოლიტიკაში მხოლოდ 1/13 ჩანს წყალს ზემოთ, 2/13 წყალს ქვემოთ არის და დაფარულია. ამიტომ დრო ჭირდება ყველაფრის გარკვევას და დასკვნების გაკეთების სიჩქარის აუცილებლობის წინაშე არ ვდგავართ. ზოგიერთ საკითხს ჩვენ დღეს კიდევ შევეხებით, მაგრამ მანამდე მინდა ცოტა ამოვისუნთქოთ და შემოგთავაზებთ იმ რუბრიკას, რომელსაც ქვია ფსიქიატრიის რენტგენი. ნახოთ მე-6 ადგილზე გასული ვიდეო მასალა.
აი ეს ბოროტების მანქანა, რომელსაც ქვია მაგალითად იმედი და პოზიტივი. ეს არ არის ტელევიზია და წარმოუდგენელია ის ჩვენ ჩავთვალოთ როგორც მედია. ხო ხა ბევრჯერ მithქვავს და გავიმეორებ რუსეთში ORT-ს ჟურნალისტებს და ORT-ში მომუშავე ადამიანებს ნორმალური ადამიანი ვინც არის, არავინ ჟურნალისტად არ მიიჩნევს და არავინ მედიად არ მიიჩნევს. ხო ეს არის უზარმაზარი რაღაცა პროპაგანდის ბოროტი მანქანა, რომელიც მუშაობს მისივე მოქალაქეების წინააღმდეგ. რატომ არის ეს ფსიქიატრიის თემა? როდესაც ადამიანი ბრძანდება TV პირველი სტუდიაში, მთავარი სტუდიაში, ფორმულა სტუდიაში, კავკასიის სტუდიაში და იქიდან ლანძღავს თქვათ ORT-ს. როგორი მოსასმენია? ან ლანძღავს პოზიტივის და იმედს. და მათ საერთოდ არ აღიქვამს როგორც ტელევიზიას. იმიტომ რომ ისინი ტელეკანონებს არ ემორჩილებიან და მხოლოდ პროპაგანდის კანონებს ემორჩილებიან. ეს ქალბატონი იმ ჩამოთვლილ ტელეარხებზე ფორმულა, მთავარი, კავკასია, TV პირველი იქ ვერ ხედავს პროპაგანდას. ანუ რეალობას თლიანად არის მოწყვეტილი, თლიანად არის აცილებული. და რა ქვია მას? რა თქმა უნდა, მას ქვია ფსიქიატრიის როგორც მეცნიერების ობიექტი. ახლა ნახოთ მეხუთე ადგილზე გასული ვიდეო. ამაღლობელი შემთხვევაში პოლიციელზე თავდასხმა ასე იქნა, ასე ვთქვათ, წარმოჩენილი. რას ნიშნავს პოლიციელზე თავდასხმა? ანუ ეს არ სილის გაწნა თავდასხმა? არა, ქალბატონო, როგორ გეკადრებათ? თავდასხმა მხოლოდ ის იქნება, როდესაც ვთქვათ, ტროტილით მიხვალ, ძიმე შეიარაღებით მიხვალ, ადგილზე მოსპობ, გაანადგურებ, ეს იქნება თავდასხმა, თორემ თუ ცემე, თუ სილა გააწანი, შეურაცხყოფა მიაყენე, ეს რა თქმა უნდა თავდასხმა არ არის, ასე გამოდის თქვენი მსჯელობიდან და ამას ქვია ის, რასაც რეალობისგან მოწყვეტა ქვია და ამას ქვია ის, რაც არის ფსიქიატრიის საკვლევი ობიექტი. ახლა ვნახოთ მეოთხე ადგილზე გასული ვიდეო. წელია პოლიტიკაში ვარ, ქალების დაპატიმრებას ნაკლებად მოსწრები ვარ, მაშინ ჩვენ სულ ციხეში უნდა ვიჭიდეთ 35 წლის განმავლობაში. ქალის სტატუთი ხელი ლოყაზე რა თავდასხმა, რა კვალიფიკაცია ეს რას ნიშნავს? მართალ ბრძანებს ეს ქალბატონი, ქალის სტატუთი ხელი ლოყაზე იქნება თუ სხვაგან იქნება, რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ თუ ეს ხელი გირტყამს, თუ ეს ხელი შეურაცხყოფას გაყენებს, ასეთ შემთხვევაში იგი სასიამოვნო არ არის და მისაღები არ არის. ქალის სტატუთმა ხელმა შესაძლებელია ურო ჩაგარტყას თავში და ასეთ შემთხვევაში ის არ იქნება ქალის სტატუთი ხელი. ასე რომ აქაც რეალობისგან მოწყვეტა და რეალობასთან დაშორება გვაქვს. ახლა ვნახოთ მესამე ადგილზე გასული ვიდეო მასალა. დავით დოლიძე, ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. ეს ჩვენი ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ დღეს ჩვენ. მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები, ყველა შემოგვიერთდება აუცილებლად. აუცილებლად ერთად ვიქნებით. ახალი თეატრი გადის რეგიონებში. ყველგან მივალთ და მივახტებთ ხმარ, ყველასთან დავილაპარაკებთ და ნახავთ რა შეუძლია თეატრს. დოიაშვილი ამ კაცის გვარი და მას უძახიან დოის ზედმეტ სახელად. ამ დოიდან გამომდინარე ვიღაცა მიხუმრა რომ მას მოაქვს არმაგედოი. იმიტომ რომ იმდენად ბაქიბუქაა და იმდენად ცრუ მყირალაა ეს კაცი. ვიღაცას რომ აშინებს, სახელმწიფოს რომ აშინებს, ქართველ ხალხს რომ აშინებს, იმით რომ თურმე რეგიონებში გადის მათი თეატრი თუ თეატრები და ჩვენ ნახავთ რას ნიშნავს თეატრი. რა აქვთ მაინც ამ თეატრებს ისეთი, რომლითაც ისინი თელ ქართველ ხალხს აშინებენ. მე მინდა ერთი პატარა კადრი შემოგთავაზოთ ქართული
ერთ-ერთი თეატრიდან, რომლის არც დასახელებაა საჭირო და არც მსახიობების გვარის დასახელებაა საჭირო და არც არაფერი, უბრალოდ ნახეთ აი ერთი პატარა კადრი. Rogo, ვინეურებ შეჭი და ვისაც ხური აქვს ის მინუს შეგესტრაფად და მოგვიძებთ აი ასეთი დაცემა, გაბითურება და გამასხარავება საერთოდ ადამიანის არსისა და რაობისა. ეს არის მათი თეატრი და მთელი მათი ფილოსოფია. საერთოდ წელს ზემოთ ვერ ამოდიან ეს ადამიანები წელს ქვემოთა ფილოსოფიით და ფსიქოლოგიით არიან დაკავებულნი და სულ ეს არის მათი, ასე ვთქვათ, არსენალი, რომლითაც ისინი ქართულ ხალხში განათლების შეტანას ლამობენ. ახლა მინდა განახოთ მეორე ადგილზე გასული ვიდეო. ფოთებული ხარ და გადგარეული ხარ, ამაზე დაგცინიან, აი, პირდაპირ დაგცინიან. დაგცინით, ხო? ხო და ჩვენც დაგცინებთ, აი ეს მარტივად. აი ეს აი, აი დაგცინებთ პირდაპირ. უბადრუკობა და უნიჭობა. სხვა რამე დაინახეთ ახლა ქალის აი ამ განსახიერებულ პატარა როლში უბადრუკობა და უნიჭობა, თვალში საცები და რა თქმა უნდა ამასთან ერთად ფსიქიატრიული პრობლემა. და ბოლოს პირველ ადგილზე გასული სიუჟეტი მინდა წარმოგიდგინოთ, რომელიც ახალი არ არის, მაგრამ არც არასოდეს დაძველდება. იმდენად ბრწყინვალეა, იმდენად გენიალური და დიდებულია თავისი პოლიტიკური აზროვნების სიღრმით და მასშტაბებით, რომ მას დაბერება და დაძველება არ უწერია. კანადას არ გაგარუსებინებთ ამ სახელწოდებით აქცია პერფორმანსი გაიმართა დღეს თბილისში კანადის სავიზო ცენტრთან. აქციის მონაწილეების განცხადებით კანადის ხელისუფლებამ დაიწყო აგენტების კანონპროექტზე მუშაობა და ამიტომ მზად არიან დაიცვან კანადის დემოკრატიაც. როგორც მოგეხსენებათ, კანადის ხელისუფლებამ დაიწყო აგენტების კანონპროექტზე მუშაობა. ჩვენ ქართველი ახალგაზრდები ვდგავართ კანადელი ახალგაზრდების გვერდით და ვაპროტესტებთ რუსულ კანონს კანადაში. კანადის ხელისუფლებას მოუწოდებთ გაიწვიოს კანონპროექტი უკან. დღეს მოვედით კანადის სავიზო ცენტრთან აქცია პერფორმანსის სახით არა რუსულ კანონს კანადაში. ჩვენ არ გავარუსებინებთ კანადას და ჩვენ დემოკრატიის ცვლილები დავიცავთ კანადის დემოკრატიასაც. აი რა უნდა იყოს ამაზე უფრო ფსიქიატრიული. მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა, მეორე ქვეყანა თავისი სიდიდით, კანადა. და კანადას არ გაგარუსებინებთ. იძახიან პატარა 3 მილიონიანი საქართველოს წარმომადგენლები. კანადას არ გაგარუსებინებთ. რა მექანიზმებით, რა პოტენციალით, რა არსენალით, რითი დავიცავთ ჩვენ კანადას გარუსებისგან თუ მას ასეთი რამე უწერია. ალბათ არაფრით, მაგრამ თუნდაც ეს სიტყვიერი შეძახილი ჩაუთვალოთ ამათ, რომ კანადის გარუსების საწინააღმდეგო იყო კარგი და მისასალმებელი. კი, მაგრამ კანადას გაამერიკელება რომ დაუპირეს, კანადას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ერთ-ერთ გუბერნიად და შტატად რომ იერთებს, ამის საწინააღმდეგო პროტესტს თუ გამოთქვამენ ქართველები, ეს ფსიქიატრიული თვალსაზრისით საინტერესო ქართველები, რა თქმა უნდა, უაღრესად საინტერესოა. მე მგონი რომ არა. ამერიკის საწინააღმდეგო განცხადების გაკეთებას ჩვენი ფსიქიატრიული პაციენტები ჯერ კიდევ ვერ გაბედავენ. ეს იყო ყველაფერი ის, რაც დაკავშირებული იყო დღევანდელ გამოშვებასთან, რუბრიკისა ფსიქიატრიული რენტგენი. ახლა მივუბრუნდეთ ისევ უფრო სერიოზულ პრობლემებს. პუტინმა ტრამპს
ორჯერ მიულოცა. პირველად მაშინ, როდესაც ის აირჩიეს და პუტინმა საჯაროდ გააკეთა ეს მილოცვა, ძალიან ორიგინალურად, ძალიან ლამაზად, ძალიან თბილად და დიდი მოფერებით. ახლა ინაუგურაციის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთხელ მიულოცა ტრამპს და საგულისხმო მოსაზრებებიც გამოთქვა. Предвыборный период был для господина Трампа во всех отношениях нелегким. На него и даже на членов его семьи постоянно оказывалось жесточайшее давление. Дело дошло до попыток покушения на его жизнь. Но он проявил мужество, одержал убедительную победу на выборах. И мы видим заявление вновь избранного президента США и членов его команды о желании восстановить прямые контакты с Россией, прерванные не по нашей вине уходящей администрации. Слышим также его заявление о необходимости сделать все, чтобы не допустить Третьей мировой войны. Безусловно, мы приветствуем такой настрой и поздравляем избранного президента Соединенных Штатов Америки со вступлением в должность. Мы никогда не отказывались от диалога, всегда были готовы поддерживать ровные отношения сотрудничества с любой американской администрацией. Говорил уже об этом неоднократно. Исходим из того, что диалог будет строиться на равноправной и взаимоуважительной основе, учитывая ту значимую роль, которую играют наши страны по ряду ключевых вопросов повестки дня в мире, включая и укрепление стратегической стабильности и безопасности. Мы также открыты для диалога с новой администрацией США по украинскому конфликту. Самое важное здесь – устранить первопричины кризиса, о которых мы много раз говорили. აი ასეთი იყო ვლადიმერ პუტინის ეს განცხადება, რომელიც მან ტრამპის ინაუგურაციის დღეს გააკეთა. ყველა პრობლემა, რომელიც რუსეთს შექმნია უკანასკნელი წლების განმავლობაში, მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ყველა პრობლემის სათავე და წყარო, რომელიც რუსეთს ექმნება, არის ამერიკის შეერთებული შტატები. განსაკუთრებით ეს ითქმის უკრაინის პრობლემაზე, უკრაინის კრიზისზე. თქვენ მოგახსენებათ, რომ უკრაინაში ომის ინიციატორი არის კოლექტიური დასავლეთი, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები. მათ ისეთი ვითარება შექმნეს, რომ გარდა სპეციალური სამხედრო ოპერაციისა, რუსეთს სხვა გამოსავალი არ რჩებოდა. და მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეს ოპერაცია წამოიწყო, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რუსეთი დამარცხდეს. ლოზუნგიც კი შექმნეს. რუსეთი ბრძოლის ველზე უნდა დამარცხდეს. მაგრამ ლოზუნგი არ არის მთავარი. ისინი აწვდიან უზარმაზარ დაფინანსებას, ასეულობით მილიარდი დოლარის დაფინანსებას. ისინი აწვდიან კოლოსალურ შეიარაღებას. ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოები და კიდევ მათ მიტმასნელი სახელმწიფოები. მთელი 50 სახელმწიფო ებრძვის რუსეთს უკრაინაში. და მიუხედავად ამისა, ნახეთ, როგორი ზომიერებით, როგორი აქტით და როგორი კულტურით საუბრობს რუსეთის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტთან დაკავშირებით. სადაც გამოთქვამს თანხმობას, აუცილებლობასაც, რომ შეხვედრაც აუცილებელია, საუბარიც აუცილებელია და გამოთქვამს მზად ყოფნას ასეთი დიალოგისთვის. აბსოლუტურად ყველაფერი ადამიანურობის, კოლეგიალურობის და კულტურულობის ჩარჩოში იყო ჩასმული. ტრამპმა მოსვლაც კი ვერ მოასწრო, ისე გააკეთა რამდენიმე ისეთი ყურის მომჭრელი უხეში განცხადება, რომ მას უნდა შერწყვნოდა წესით, მაგრამ მაყურებელს შერწყებოდა. აი, თქვათ ერთ-ერთი განცხადება, რომელიც მან გააკეთა რუსეთთან დაკავშირებით. პუტინი მოლაპარაკებაზე უნდა წამოვიდეს და გარიგება დადოს. ფიქრობ ის ანგრევს რუსეთს, როცა ამ გარიგებას არდებს. კონფლიქტის გაგრძელება მნიშვნელოვან ზიას აყენებს რუსეთს. მას უკვე აქვს ეკონომიკური პრობლემები, ინფლაცია კი 10%-ს უახლოვდება. ეს პრობლემები კიდევ უფრო გაიზრდება.
აი აქ თუ ნახეთ სადმე ან ტაქტი, ან კოლეგიალობა, ან ზომიერება, ან კულტურა თუ ნახეთ მის ამ ნათქვამში, არა. აქ არის ისე ვის არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ რაღაცნაირად ამერიკულად თავხედური დამოკიდებულება, ზემოდან ყურება, კარნახი და რაც თავარია მუქარა ამერიკელთა ნომერ პირველი იარაღი, მუქარა და ძალის გამოყენების რეალობით დაშინების მცდელობა. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უადგილო. თუ რუსეთი არ წამოვა ამ გარიგებაზე, ამ მოლაპარაკებაზე კი, მაგრამ ვინ გითხრა რომ არ წამოვა? გითხრეს რომ მოლაპარაკებისთვისაც მზათა ვართ, ურთიერთობისთვისაც მზათა ვართ, თანამშრომლობისთვისაც მზათა ვართ და როგორმე ეს ომი რომ შევაჩეროთ, ამისთვის მზად ვართ. აბა რა საჭიროა ეს მუქარა დაშინების ინტონაციები? არის ეს საჭირო? არის ეს დიპლომატიურად სწორი და გამართლებული, არის ეს პოლიტიკურად სწორი და გამართლებული? მე მგონი არა, მაგრამ როგორც გითხარით, პოლიტიკაში ბევრი რამ დაფარულია, 2/3 წყალს ქვემოთ არის, არ ჩანს, ამიტომ იქნებ რაღაცნაირი ფსიქოლოგიური თუ სოციალურ ფსიქოლოგიური თუ პოლიტიკური გამართლება ტრამპისთვის არსებობდეს აი ამ მიდგომისა, თუმცა მე ცოტა ეჭვი მეპარება და რატომ მეპარება ეჭვი? რა შესაძლებელი განვითარება შეიძლება ყველაფერმა ამან პოვოს? ამასთან დაკავშირებით ორი სიტყვას გეტყვით მინაწერში. ტრამპის ინაუგურაცია გაიმართა, ტრამპი როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კანონიერ ძალაში შევიდა და თითქმის იმავე დღეს, ან მეორე დღეს მოხდა ვიდეო კონტაქტი რუსეთის პრეზიდენტსა და ჩინეთის თავმჯდომარეს შორის, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის. აი ეს კადრები მინდა შემოგთავაზოთ. Уважаемый президент Путин, дорогой мой друг, я очень рад вас видеть в онлайн-формате в преддверии китайского Нового года. На пороге года самое время подводить итоги и строить планы на будущее. В 2024 году мы с вами трижды встречались в Пекине, в Астане и Казани. И мы вышли на целый ряд важных договоренностей. Мы торжественно отметили 75-летие установления дипотношений между Китаем и Россией. Китайско-российские отношения, стержнем которых являются вечное добрососедство и дружба, всеобъемлющее стратегическое взаимодействие, взаимовыгодное сотрудничество и обоюдный выигрыш, приобретают все новую жизненную силу. Благодарю вас, уважаемый председатель Си Цзиньпинь, дорогой друг, искренне рад вас приветствовать и иметь возможность переговорить по сложившейся доброй традиции в начале года, чтобы подвести итоги работы за прошедший период, наметить новые планы по развитию российско-китайского всеобъемлющего партнерства и стратегического взаимодействия. ეს კონტაქტი როგორც გითხარით, თითქმის იმავე დღეს შედგა, რა დღესაც ტრამპის ინაუგურაცია და რა თქმა უნდა, ეს არ იყო პასუხი ტრამპის უხეშ გამონათქვამზე რუსეთის და პუტინის მისამართით, იმიტომ რომ ეს გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ გაისმა ისე, როგორც პასუხი სწორედ იმ უხეშ მიუღებელ დამოკიდებულებაზე. ეს ისეთი გეოპოლიტიკური რეალობაა, რომელიც ჩვენს თვალწინ იქნება. არ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ხელსაყრელი და მისთვის სასარგებლო. ეს სხვა რეალობაა. მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურებია. რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორული ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მსოფლიოში
ბადებს აბსოლუტურად ახალ რეალობას და მას შემდეგ რაც სოფლიო წესრიგი დაანგრიეს, საერთაშორისო სამართალი დაანგრიეს, დღის წესრიგში აყენებს ახალი გადანაწილების საკითხს. აქ უპირატესობა, რა თქმა უნდა, ჩინეთისა და რუსეთის მხარეს არის და არავითარ შემთხვევაში უმძიმესი კრიზისებით დამძიმებული ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს. ეს მათი გასათვალისწინებელია, მაგრამ როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით არ ითვალისწინებენ. აქვე მინდა შემოგთავაზოთ ჩემი კოლეგის ვაკო გორგილაძის გადაცემიდან ერთი პატარა ფრაგმენტი, მას აღმოუჩენია რომელიღაცა რუკა, მსოფლიოს რუკა, რომელიც შედგენილია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯერ კიდევ 1942 წელს, ანუ ომის ვითარებაში. ვნახოთ როგორია ეს რუკა და იქნებ რაღაცა მინიშნება დღევანდელობასთან მაშინ დაინახოთ. მოხდება ტრამპის ინაუგურაცია, ხოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაიწყება დიდი გარიგების პროცესი, რომლის საბოლოო მიზანი იქნება მსოფლიოს გადანაწილება იმპერიებს შორის. ახლა მინდა შემოგთავაზოთ რუკა, რომელსაც მივაგენი ერთ-ერთ რესურსზე, ეს არის ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ წარმოდგენილი მსოფლიოს ხედვა, რომელიც იყო ასახული მისი ადმინისტრაციის მიერ 1942 წელს, ანუ გაგანია მსოფლიო ომი მიდის. ესე იგი, ამ რუკაზე რაც ხედავთ. ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შედის კანადა, მექსიკა, გრენლანდია, რამდენიმე კუნძული, რომელიც დღეს ან ესპანეთს, ან საფრანგეთს, ან ბრიტანეთს ეკუთვნის. ბრიტანეთს პრაქტიკულად გავლენის სფეროები არ აქვთ. საბჭოთა კავშირის საზღვრები გავლენის, არ ვიცი, ესაზღვრება აქ რუკაზე როგორც ჩანს, იქ ესაზღვრება ბელგიას. სხვა ცენტრალური აღმოსავლური ევროპა არის საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ. ნახეთ, როგორი საინტერესო რუკაა შედგენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის საუკუნის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს, სადაც ნათქვამია კანადასთან დაკავშირებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით და აი თითქოს დღეს ცხადდება ეს ყველაფერი, რაც იმ შორეულ წარსულშია ნათქვამი. აქ ერთი საგულისხმო დეტალი ის არის, რომ საბჭოთა კავშირის ფარგლებშია მოქცეული მთელი აღმოსავლეთი ევროპა. საბჭოთა კავშირის ფარგლებში. მე მხოლოდ ერთ მინიშნებას მოგცემთ. საბჭოთა კავშირის სამართალ მემკვიდრე გახლავთ რუსეთი. სულაც არ არის გამორიცხული, რომ მართლაც მოხდეს ის, რაც მოითხოვა რუსეთმა, რომ ნატო უნდა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას. ანუ აღმოსავლეთი ევროპა და პოსტსაბჭოთა სივრცე მთლიანად უნდა განთავისუფლდეს ნატოსგან. არ არის გამორიცხული, რომ ეს ასე მოხდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია. ყოველ შემთხვევაში, ამგვარი ვარაუდების გამოსათქმელად და განსამტკიცებლად არსებობს კიდევ სხვა ფაქტები, სხვა მოვლენები, მაგრამ მე მინდა დავიმოწმო პუტინის ერთ-ერთი გამონათქვამი ამ რამდენიმე ხნის წინ. Они привыкли столетиями набивать брюхо человеческой плотью, а карманы деньгами. Но они должны понять, что бал вампиров заканчивается. ნახეთ რა დიდებულად არის ნათქვამი. ვამპირთა მეჯლისი მთავრდება. დიახ, ვამპირთა მეჯლისი უნდა დამთავრდეს. ვამპირების ხელში დიდხანს იყო პლანეტა, ისინი ცდილობდნენ ერთპიროვნულად ბოლომდე გაბატონებულიყვნენ ამ პლანეტაზე, მაგრამ როგორც იტყვიან, არ ჩაუვიდათ ფეხი. არ გამოვიდა ეს ამბავი, ვერ შედგა ერთპოლუსიანი მსოფლიო და ახლა არანაირი შანსი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონია გავრცელდეს პლანეტაზე, აღარ არსებობს. ანუ, როგორც ვლადიმერ პუტინმა თქვა, ვამპირთა მეჯლისი მთავრდება. მე ვიტყოდი, სატანის ზეობაც ამ პლანეტაზე უნდა დასრულდეს. სატანით დავიწყე საუბარი ამ გადაცემაში და სატანითვე
დავასრულებ. დიახ, ვამპირთა მეჯლისიც და სატანის ზეობაც უნდა დასრულდეს. ახლა თქვენ ალბათ მიხვდებით თუ რის გამო ვიმეორებ მე ასე ჯიუტად იმ რიტუალს, რომლითაც ვამთავრებ ხოლმე ამ ჩემს გადაცემებს და რის გამო მოველი რომ იქნება ამ კარებზე კაკუნი. და ამ კაკუნის შემდეგ შემოვა ვინმე და მეტყვის სპეციალური გამოშვება აიგრძალა. მე ამას ყოველდღიურად ველოდები. ამიტომ ჯიუტად ვიმეორებ, დღესაც უყურებ კარებს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად და გასახარელად და საბედნიეროდ კაკუნი დღესაც არ ისმის, ამიტომ დარწმუნებული და დაიმედებული რომ მომავალ პარასკევს ისევ შედგება ჩვენი შეხვედრა გადაცემაში სპეციალური გამოშვება. დაგემშვიდობებით. ნახვამდის.